სოფლიო ლიდერები შეიძლება აღნიშნავენ ამ აშშ ირანის შეთანხმებას, მაგრამ ყველას არ უხარია ეს ამბავი. ირანიდან ამჟამად წამოსული გზავნილები სრულიად განსხვავებულ ისტორიას გვიყვება. ჩვეულებრივი ირანელები ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ანტისამთავრობო პროტესტები, საჰაერო დარტყმები, შიმშილი, ელექტროენერგიის გათიშვები, ახლა კითხულობენ ამ მემორანდუმს და ერთ მარტივ კითხვას სვამენ: სად ვართ ჩვენ ამ ყველაფერში? შეთანხმება საუბრობს ურანზე, ლიბანზე, გაყინულ აქტივებსა და ნავთობის სანქციებზე. მაგრამ ბევრი რიგითი ირანელისთვის მათი ცხოვრება და უფლებები, მათი დაღუპულები ამ ტექსტში არსად ჩანს. ეს მასშტაბობინებამ, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Iran International-ს გაეგზავნა, ძალიან პირდაპირ თქვა: ჩვენი დაღუპულები შევწირეთ, მეტი შიმშილი და სიღარიბე ავიტანეთ. ჩვენ უსამართლოდ მოუკლეს, მაგრამ ურანი მთავარი საკითხი იყო. და კიდევ ერთმა ამას უწოდა შეთანხმება, ციტირებ, ირანის ბავშვების სხეულებზე ხელმოწერილი. ეხლა ჩვენთან ერთადაა არმინ ნავაბი, ირანელი პოლიტიკური ანალიტიკოსი. არმინ, ეს შეტყობინებები ირანიდან ღალატს ახდენ. ისინი აღწერენ უხარებას, ბრას, მართლა ასახავს ეს იმას, რასაც თქვენ ისმენთ ირანელებისგან, როგორც ირანში, ასევე დიასპორაშიც. რამდენად ღრმაა ეს იმედგაცრუება? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად მაქვს შოუ YouTube-ზე, რომლის აუდიტორიაც ირანშია და ხალხი მოდის და თავის აზრებს მიზიარებს. და იცით, ყოველდღე როცა ირანელები მოდიან და მესაუბრებიან, ასევე პირდაპირ ჩეთის დროსაც, ჩანს რომ ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან. ისინი გრძნობენ თავს მოტყუებულად. გრძნობენ რომ დავიწყებულები არიან. ეს მართალია. ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო ამას და ვცდილობ იმედი შეუნარჩუნო და ვაგრძნობინო რომ ეს სინამდვილეში არ არის ის ღალატი, რასაც ისინი ფიქრობენ. ეს ჩემთვის ძალიან რთული საქმეა, რადგან უმეტესობა კომენტარებისა აშკარად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. თუმცა ვფიქრობ, რომ სინამდვილეში სულ მცირე ჩემს გადაცემაში ირანელებთან, რომლებიც ირანში ცხოვრობენ, წარმატებით ვახერხებ რამდენიმე საკითხის მათთვის გამოკვეთას და გადაცემის დასაწყისიდან ბოლომდე ხალხის დამოკიდებულება სრულიად იცვლება. და თუ გსურთ, ზუსტად გეტყვით, რას ვეუბნები მათ, რაც უფრო იმედიანად განაცხობს. Tagi, პირველ რიგში ვეუბნები, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად იმედგაცრუებულებიც არ უნდა იყვნენ დონალდ ტრამპით, ის რაც ჩვენ ტრამპისგან მივიღეთ, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის დროს აშშ-ის ისტორიაში. ასე რომ, შეადარებთ იმას, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა, იმას, რაც თქვენ გსურდათ გაეკეთებინა, შეადარეთ ის, რაც მან გააკეთა. ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს. ისლამური რესპუბლიკა არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი. ის ზიანი, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მიაყენეს ისლამურ რესპუბლიკას, წლებისით დაგვაახლოა რეჟიმის დამხობასთან. მაგრამ არმინ, უბრალოდ უნდა კითხო, ანუ მართალია ის, რასაც ამბობ, ეს აბსოლუტურად მართალია. მაგრამ რეალობა ადგილზე ახლა ისაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ხედავთ, რომ ისლამური რესპუბლიკა ინარჩუნებს ძალაუფლებას. და ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ როგორც იუწყებიან 300 მილიარდი დოლარი უნდა მიიმართოს ირანის აღსადგენად. და რა თქმა უნდა, მე ვარაუდობ, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი ისლამური რესპუბლიკის თვითაღდგენასა და მის სამხედრო შესაძლებლობებს მოხმარდება. ასე რომ, სინამდვილეში ეს 300 მილიარდი დოლარი თუ მართლა ის არის, რასაც ამბობენ, უფრო ზიანს აყენებს ირანის რევოლუციურ გვარდიას, ვიდრე ეხმარება მას. რადგან პირველ რიგში ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა ამჟამად ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ 300 მილიარდი დოლარის ათვისება შეძლოს. ეს 300 მილიარდი დოლარი კერძო ბიზნესებიდან უნდა მოდიოდეს. ეს არ უნდა იყოს შეერთებული შტატებისგან. და არც ერთი კერძო სუბიექტი არ დახარჯავს მილიარდობით დოლარს ირანში, როცა ირანის რევოლუციური გვარდია ეკონომიკის 2/3-ზე მონოპოლიას ფლობს და შეუძლია ყველაფერი დახუროს და გაანადგუროს. ასე რომ დაიმახსოვრეთ, ირანის რევოლუციური გვარდიის ძალა და კონტროლი მოდის მისი ირანის ეკონომიკაზე დომინირებიდან. ამიტომ ყველაფერი რაც ამ ეკონომიკას ხსნის, რადგან ის იზოლაციონიზმზეა დაფუძნებული, ბრძანებითი ეკონომიკის სტრუქტურაზეა დაფუძნებული, ირანში მთავარ ინდუსტრიებზე მონოპოლიების ქონაზეა დაფუძნებული და აგრეთვე ანტიამერიკულობასა და ანტიისრაელურობაზეა დაფუძნებული. ამიტომ ეს 300 მილიარდი დოლარი განკუთვნილია კერძო სექტორისთვის, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის ეკონომიკურ დომინირებაზე ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. და თუ ირანის რევოლუციური გვარდია არ დაიშლება ან არ დაკარდავს კონტროლს ეკონომიკაზე, კერძო სექტორი რეალურად ვერ განვითარდება. თუ ირანში კერძო ბიზნესებში დააბანდებთ დებთ ფულს, მაშინ როცა რევოლუციურ გვარდიას ისევ აქვს ეკონომიკაზე კონტროლი, ეს უბრალოდ თქვენი ფულის დაცვაა. ამიტომ ეს ფული ირანში არ შევა, თუ ირანის რევოლუციური გვარდია არ დაკარგავს კონტროლს ეკონომიკაზე. და თუ ეს მოხდება და ამას კერძო სექტორთან კონკურენციას დაემატება, ეს იქნება ირანის რევოლუციური გვარდიის
კონტროლისა და დომინირების დასასრულის დასაწყისი. ასე რომ ეს არ არის 300 მილიარდი დოლარი, რომელიც ირანის რევოლუციურ გვარდიას გადაეცემა. ეს არის 300 მილიარდი დოლარი, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის კონკურენტს, კერძო სექტორს გადაეცემა, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია წლების განმავლობაში ცდილობდა დაესუსტებინა და გაენადგურებინა. ასე რომ მე ამას ესე არ ხედავ. და ეს კიდევ ერთი საკითხია. ასე რომ მგონი ეს მიყავს იმ კითხვამდე თუ რა იყო ამ ეტაპზე ამ შეთანხმების ხელმოწერის мотиваცია, თუ ეს მართლაც ასეა. რადგან აშკარად ხედავთ შეიძლება ითქვას, რომ ისლამური რესპუბლიკა ახლა უფრო სუსტ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მაგრამ იცით, ამავე დროს ის მაინც ინარჩუნებს გარკვეულ ძალას. ასე რომ თავარი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ეს არ არის შეთანხმება. ეს მემორანდუმია და ის არ არის სავალდებულო. და ეს მხოლოდ ასეა. და შეერთებულ შტატებს მაინც შეუძლია გააკეთოს რაც უნდა, რადგან ის არის აღმასრულებელი. ანუ ვინ არის მემორანდუმის აღმასრულებელი? აღმასრულებელი არის შეერთებული შტატები. ეს ნიშნავს, რომ თუ რამე სავალდებულოა, ის სავალდებულოა ისლამური რესპუბლიკისთვის და არა შეერთებული შტატებისთვის. შეერთებულ შტატებს არ უწევს დაემორჩილოს დოკუმენტში დაწერილ არაფერს. მას უბრალოდ შეუძლია დააკვირდეს, რას აკეთებს ისლამური რესპუბლიკა და თუ არ მოეწონა, არაფერს დაემორჩილოს. შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდეს დაბომბაზე და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ. ჩემთვის მემორანდუმი ნიშნავს იმას, რომ უპირატესობა ეძლევა ხალიფ ყალიბოვს. რადგან ფიქრობ ამერიკელებმა იპოვეს თავიანთი კაცი ისლამურ რესპუბლიკაში, რომელიც ეხმარება ამერიკელებს, რომ დაასუსტონ ირანის რევოლუციური გვარდია და უმაღლესი ხელმძღვანელობა სამხედრო მოქმედებების გარეშე. და ყალიბოვს სჭირდება, რომ ეს შიგნით რეჟიმის ზოგ მხარდამჭერს შეასახოს, თორე ისინი მთლიანად გაანადგურებენ მას. მემორანდუმი უნდა იყოს დაწერილი ისეთ ენაზე, რომ ყალიბოვმა შეძლოს მინიმუმ ზოგიერთი ადამიანი დაარწმუნოს, რომ ეს ისლამური რესპუბლიკისთვის ასე ცუდი არ არის. ფიქრობ აქ ორ შეთანხმებაზეა საუბარი. ერთი, რომელიც მემორანდუმშია და მხოლოდ საჩვენებლადაა და მეორე, რომელიც ყალიბოვს შეიძლება შიდა აუდიტორიაზე გაფიდვის შანსს აძლევდეს. მაგრამ არსებობს რეალური შეთანხმებაც ამერიკელებსა და ისლამურ რესპუბლიკას შორის. ეს არის ის, რასაც ჩემი აზრით ყალიბოვმა უფრო სრულად წარუდგინა პრეზიდენტ ტრამპს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქცევის დამკვიდრებასაც აპირებს. მაგრამ ეს რთულია, რადგან ირანის რევოლუციური გვარდია ჯერ კიდევ დიდ ძალას ფლობს. მაგრამ ჩანს, რომ ყალიბოვმა დროებით შეძლო კონტროლის შენარჩუნება და ამერიკელების დახმარებით ისლამურ რესპუბლიკაში დომინანტ მოთამაშედ იქცა. ასე რომ, თუ ყავთ ვინმე ისლამურ რესპუბლიკაში, ვინც ღალატობს ირანის რევოლუციურ გვარდიას, უმაღლეს ლიდერობას და პარდარის ბანაკს, მუხარების ფონზე, ამერიკელების მუხარების დახმარებით, ეს ბევრად უფრო ეფექტური, ნაკლებად ხარჯიანი და ნაკლებად ქაოტური გზაა, რომ ნელ-ნელა შეამცირონ ირანის რევოლუციური გვარდიის ძალაუფლება და მათი გავლენა ისლამურ რესპუბლიკაში. ვიცი, ბევრ ადამიანს უნდოდა რომ ეს სპრინტი ყოფილიყო. მე კი ვფიქრობ ეს უფრო მარათონია. და მე ვფიქრობ ამერიკელებმა და ისრაელელებმა სადეს გამოეცადათ, იქნებოდა თუ არა ეს სპრინტი, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს სპრინტი არ არის, ეს მარათონია. ხედავ რომ ბევრი ადამიანი იმედბაცრუებულია, რადგან სურდათ რეჟიმის დამხობა უფრო სწრაფად მომხდარიყო. და ეს სრულიად გასაგებია, რადგან ირანის ხალხი იტანჯება და ადამიანებს სიკვდილით სჯიან. ასე რომ ეს სრულიად გასაგებია. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ სწორ მიმართულებით მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისე სწრაფად არ ხდება, როგორც გვინდა. თითოეულ თვეში ისლამური რესპუბლიკა სუსტდება და თითოეულ თვეში ირანის ოპოზიცია პრინც რეზა ფეხლავის ხელმძღვანელობით ძლიერდება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. ამიტომ სანამ ამ მიმართულებით მოძრაობთ, საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბოლოს მინდა გითხოთ, თუ შეგიძლიათ ერთ წინადადებაში უპასუხოთ, რადგან მალე სარეკლამო შესვენებაზე უნდა გადავიდეთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ირანის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ ენდობა ამ აშშ-ის ადმინისტრაციას? ირანის მოსახლეობის უმეტესობა ენდობა ისრაელს და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუს. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ნებისმიერ სხვა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ისრაელში ხელისუფლებაში მოვა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ეხლა ბევრად მეტი დაყოფაა, უნდა ვაღიარო, რომ ბევრად მეტი დაყოფაა. ვცდილობ დავარწმუნო ისინი, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გაღიზიანებულები არიან, უნდა ვიყოთ მადლიერები, რადგან ის პრეზიდენტია, რომელმაც სხვებზე მეტი გააკეთა. ჩვენ ამერიკელებთან ბევრი ხიდი ავაშენეთ და არ აქვს აზრი, რომ ეს ხიდები დავანგრიოთ. ამიტომ ვცდილობ დავარწმუნო ისინი, რომ გააგრძელონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა. კარგი, არმინ, ძალიან საინტერესო იყო შენი მოსაზრებების მოსმენა ამ ყველაფერზე. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. მადლობა მოწვევისთვის.